Major General Vahtan Kapanadze will deliver a speech. ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს უმაღლესო თავარსარდალო, ბატონო მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, თანამებრძოლებო. Mr. President, Mr. Defense Minister, my colleagues and combatants. მე დღეს ნახე სწორი დაგეგმარება, სიზუსტე, სისწრაფე და გულიანად შესრულება ამოცანის. Today what I saw was the right planning, good speed and correct implementation of the tasks. ეს მე მესმის, რომ ეს ერთი ამოსუთქვით, ყველაფერი ამის განხორციელება ადვილად არ ხდება. ყველაფერი ამის უკან დგას ძალიან დიდი ოფლი და ძალიან დიდი შრომა. I understand that it's not easy to do this with one breath. Behind this, we will see the big efforts and big work done. თითოეულ თქვენგანს მინდა ამიტომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. Thus, I would like to thank each of you. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ყველან ჩვენ, რომ პროფესიონალიზმს, ვაჟკაცობას არ აქვს ეროვნება. Today, we once again received the proof that professionalism and bravery doesn't have a nationality. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვირჩევთ ომს, ომი გვირჩევთ ჩვენ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, ნებისმიერი რისკისთვის, ვინაიდან ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყნები, საერთო უსაფრთხოება და ჩვენი ღირებულებები. Unfortunately, we do not select war. Unfortunately, the war selects us. So we need to be ready for the challenges and the risks to ensure the world security, common security. მე მიხარია რომ ასე ხარდამხარ ყველან ჩვენგანი ვდგავართ სიმართლის მხარეს. I'm glad that we're standing shoulder by shoulder for the truth. და თუ სიმართლის მხარეს ვდგავართ, ღმერთი ჩვენ მხარეს არის. მადლობთ. If we're standing for the truth, then God is on our side. Thank you.